ძლიერი ქარის შედეგად ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაიქცა ხეები და მწყობრინა გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები. მერის ინფორმაციით მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოქალაქეთა ოპერატიული დახმარების მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზი. აშინელი ქარი იყო, დაანგრია ყველაფერი. მეზობელმა დაგვიძახა, რომ იქ ხდება თქვენი სახურავიო და იქნება როგორმეო დავამაგროთო, მაგრამ სასწაული იყო, იქ ვერავინ ვერავიდო და იმიტომ რომ შეიძლება მომკვდარიყო ადამიანი, გადავიფიქრეთ და უკვე აი ეს სახე მივიღეთ, რაც არის. სტიქია ხომ იცით რაც არის. ქარი ამოვარდა, საღამ უკვე გვიანი იყო რა, იმდე და მოუმატა თანითა. და გაძლიერდა უფრო და პირველ საათზე უკვე ახადა პირველ საათზე. გამოვედი იქიდან ყურები უცბად გამოიქცეოდი აქეთა მაღლიდან რას უშველდი ვერაფერი და მოხონდა ეს კრიში. ამჟამად მიმდინარეობს აღწერა ასეთი სახლების ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა დაზიანებები არის, ნამდვილად არის, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, არ ყავს დაშავებული ადამიანები და როგორც უკვე გითხარით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, მათ შორის მერიაშიც, რომლებიც იღებენ მოსახლეობისგან ინფორმაციას, ამუშავებენ ამ ინფორმაციას და შესაბამისად ვიმოქმედებთ უკვე ინფორმაციაზე დაყრდნობით.